დილომშვიდობის დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება დილის პალიტრა, გრძელდება საქმიანად და შემოგვიერთდა უკვე ჩვენი სტუმარიც ნინოს ხილაძე, ბიზნესის ჯგუფისა და სამართლის ჯგუფის იურისტი და უნდა ვისაუბროთ ქირავნობაზე, რისკები და რეკომენდაციები. დილომშვიდობის ნინო, მადლობა სტუმრობისთვის. დავიწყოთ თავიდან, ზოგადად რა არის ქირავნობის ცნება და მისი სამართლებრივი ბუნება. დილომშვიდობის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ქირავნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტი არის და დღესდღეობით ალბათ საკმაოდ აქტუალურიც თავის რისკებთან ერთად. ქირავნობა არის ესეთი სამართლებრივი ურთიერთობა, რითაც გამქირავებელი დამქირავებელს გადასცემს დროებით სარგებლობაში, განსაზღვრული დროით ნივთს, რა დროსაც ეს ნივთი უნდა იყოს ვარგისი შესაბამისი გამოყენებისთვის და ხელშეკრულების ვადის განმავლობაში უნდა მიეცეს დამქირავებელს იმის შესაძლებლობა, რომ მან ამ ნივთით ისარგებლოს ხელშეკრულების ვადით, რა ვადაზეც შეთანხმდებიან მხარეები, ხოლო მეორე მხრივ გამქირავებელი ვალდებულია, რომ მან უზრუნველყოს იმ ქირის გადახდა მთელი ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, რა ქირაზეც შეთანხმდებიან მხარეები. სამართლებრივ ბუნებას რაც შეეხება, ქირავნება ზოგადად არის ორმხრივი, კონსენსუალური, სასყიდლიანი ხელშეკრულება. ორმხრივი ნიშნავს, რომ მხარეები ორი მხარე ყავს, გამქირავებელი და დამქირავებელი, ორივე მხარეს აქვს თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ვალდებულებები, რაც არის ეს კონსენსუალური ბუნება ქირავნობის ხელშეკრულების, ეს არის, რომ მნიშვნელოვანია ქირავნობის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმება. აქ არ არის სხვა რაიმე სავალდებულო ფორმა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მაგალითად, მაშინ როდესაც მხარეები შეთანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე, აქედან უკვე ძალაში შედის და დადებულად ითვლება ხელშეკრულება და სავალდებულო არ არის მათ შორის არც ნივთის გადაცემა. თუმცა რა თქმა უნდა ეს გამქირავებლის ძირითადი ვალდებულება არის და სავალდებულოა რომ ნივთი გადაეცეს, თუმცა ამ შეთანხმების ეტაპიდანვე უკვე ხელშეკრულება ითვლება დადებულად. კოდექსი არ გვიდგენს რაიმე სავალდებულო მოთხოვნას, რომ ვთქვათ ჩვენ წერილობით გავაფორმებთ ქირავნობის ხელშეკრულებას თუ ზეპირი ფორმით. სასამართლო პრაქტიკაც ასეთი არის, სასამართლომ ერთ-ერთ თავის განმარტებაში ეს რაღაცას ამბობს, რომ საფორმო სავალდებულო გარიგებათა ტიპს არ მიეკუთვნება ქირავნობის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ნაწილში მხარეები თავისუფალნი არიან წერილობითი თუ ზეპირი ფორმით დადებენ ხელშეკრულებას და ეს უკვე თავიანთი გადასაწყვეტი არის, თუმცა რა თქმა უნდა აქვე ვიტყვი, რომ წერილობითი ფორმა ყოველთვის არის უპირატესი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ. შაბლონი ჩვენ შეგვიძლია რომ თქვათ ინტერნეტითაც მოვიწიოთ, ამოვბეჭდოთ, ჩვენც მოვაწეროთ ხელი, თქვათ, როდესაც რომ გამქირავებელი და იმ პირმაც, ვინც იქირავა შემიბინა, თუ აქვს ძალა ამ ხელშეკრულებას, როდესაც თავად ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუ ნოტარიუსთან უნდა დავამოწმოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ეს ხელშეკრულება, გავაფორმოთ, ხელი მოვაწეროთ ნოტარიუსთანაც, დავადასტუროთ ეს ხელშეკრულება და ხელმოწერები, თუმცა აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი რამის შაბლონები, რაც არის დამარტივად მოსაძიებელი არის ინტერნეტში, ესენი არ არის სრულყოფილი დოკუმენტები, ასე ვიტყოდი, მან არის მხოლოდ ძირითადი დეტალები გაწერილი, იქ სხვა რისკები, რისი დაზღვევაც არის დამატებით შესაძლებელი იმისათვის, რომ აი არსებული რისკები, რასთან ახლავს უშუალოდ ქირავნობის ურთიერთობას, ის დაავაზღვიოთ მხარეებმა, ესენი არ არის ხოლმე ძირითადად გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა ძალაში არის ხელშეკრულება იმ წამიდან, როდესაც ხელს მოაწერენ მხარეები, ქირავნობა როგორც თქვით შეთანხმების მომენტიდანვე არის ძალაში, არა თუ ხელმოწერიდან, რა თქმა უნდა ხელმოწერიდანაც ძალაში არის, თუმცა დამატებით გარანტიისთვის კარგი არის თუ კი მხარეები სწავლენ ნოტარიუსთან და ნოტარიული ფორმითაც დაამოწმებენ ამ დოკუმენტს. უბრალოდ ეს არის დამატებითი გარანტია დოკუმენტის არსებობის და ნამდვილობის. რისკები ვახსენეთ და რა რისკებთან არის ასოცირებული და როგორ შეიძლება რომ თავი დავიწყიოთ? დღესდღეობით ალბათ ყველაზე აქტუალურია ეს საკითხი, რომ ადამიანები აქირავებენ თავიანთ უძრავ ქონებას, ძირითადად ეს საცხოვრებელ ფართებს ეხება, შემდეგ უკვე დგება ის პრობლემა, რომ არ გამოდის დამქირავებელი ამ ფართიდან და ძალიან რთული არის ესეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანების უძრავი ქონებიდან გამოყვანა, ვინაიდან იყო ადრე ესეთი ინსტიტუტი არსებობდა, როდესაც საპოლიციო გამოსახლება ერქვა და ამ
დროს ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა და ასეთი ადამიანების უძრავი ქონებიდან გამოყვანა. თუმცა დღესდღეობით სასამართლო არის ის ბერკეტი, რითიც შეგვიძლია ვისარგებლოთ და დავატოვებინოთ ეს უძრავი ქონება დამქირავებელს არაკეთილ სინდისიერს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი რისკი არის ის, რომ ეს ადამიანი არის არაკეთილ სინდისიერი, იგი სარგებლობს ჩვენი უძრავი ქონებით, არ გვიხდის თანხას, არ გამოდის ფართიდან. ამის ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხელშეკრულება არ არის დადებული წერილობითი ფორმით და ასეთ დროს გამქირავებელს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი იმ ნაწილში, რომ იგი კარგავს მოგებას, შემოსავალს. მას უწევს, რომ ასეთ ძალიან დიდი პროცედურები გაიაროს სასამართლოს გზით, მაგალითად, რომ უჩივლოს ასეთ ადამიანს და შემდეგ აი ეს რამდენიმე ინსტანციაც კი გაიაროს, რომელიც დროში საკმაოდ გაწელილია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი სარგებელსაც კარგავს, რაც ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად მას შეეძლო, რომ მიეღო. ძალიან რთული რეალობა არის სამწუხაროდ, აი ეს გამოსახლების ეტაპი, რომ გამოტოვებულია და მხოლოდ სასამართლო ძალით გვიწევს ამასთან საკმაოდ რთული არის. ამიტომ აი ჩემი როგორც იურისტის რეკომენდაცია ამ ნაწილში იქნებოდა ის, რომ აუცილებლად დავიცვათ წერილობითი ფორმა ურთიერთობის დაწყების ეტაპიდანვე, აუცილებლად განსაზღვროთ ვადა თუ რა ვადით უნდა დაიდოს ხელშეკრულება. აუცილებელია განსაზღვროთ ისიც, რომ თუ კი მხარე არ გადაიხდის დროულად ქირას, მას დაეკისროს პირგასამტეხლო ანდაც ჯარიმა. კარგი არის თუ პირგასამტეხლოს სტანდარტულად ეს არის ხოლმე ქირის 0.5% გადაიხადოს ამ ადამიანმა. ასევე სხვა ბერკეტები გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ დაზღვეული იყოს ეს რისკები, ან შეგვეძლოს ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგალითად, მას შემდეგ, რაც 1 ან 2 თვის ქირა არ გადაიხადა, ან დეპოზიტზეც განმათავსებინოთ თანხა წინასწარ 2-3 თვის ქირის ოდენობით, რომ შემდგომ დარღვევების შემთხვევაში რაღაც ეს 2-3 თვის ქირა რჩებოდეს გამქირავებელს, როგორც ცესტი ჯარიმის სახით, რომ ეს ადამიანი არ იხდის ვთქვათ ქირას და ამისათვის მას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს არის ალბათ ძირითადი, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურადაც არის შესაძლებელი ამ რისკების დაზღვევა და სხვა დეტალების მოწესრიგება ხელშეკრულებით, თუმცა ეს წერილობითი ფორმის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე ზოგადად ჭკუა ვისწავლე ჩვენი ორშაბათის დილებიდან, რომ ნებისმიერი მცირედი ნაბიჯის კი რომელსაც დგა კონსულტაციის გარეშე, იურისტთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა გადადგა. ამ შემთხვევაში იქნება დაზღვეულიც, ბედნიერიც და მშვიდადაც დაიძინებ ბანკი. მადლობა ნინო სტუმრობისთვის, საინტერესო დეტალების გაზიარებისთვის. ნინო სხილაძე, ბიბლიის ჯგუფისა და სამართლის ჯგუფის იურისტი იყო დილის პალატრის სტუმარი და ვსაუბრობდით ქირავნობის ხელშეკრულების არსსა და რისკებზე.